მოგესალმებით, მეგობრებო, ბრუნდებით ჩვენ 8:75-ით. აა დავწეროთ ახლა აღნიშნული განტოლება 3x მინუს 5 შეფარდებული x მინუს 1-თან უდრის a-ს დამატებული b შეფარდებული x მინუს 1-თან. რას ითხოვს ახლა პირობა დავაკვირდეთ? უნდა ვიპოვოთ პარამეტრები a და b, კი ბატონო. a და b-ს გთხოვენ, ტოლობა რომ შესრულდეს ნებისმიერი დასაშვები x-ისთვის, ხო? ანუ x-ი უნდა ეკუთვნოდეს errors, ანუ ყველა x-ისთვის უნდა შესრულდეს ეს გარემოება. რა შეგვიძლია ახლა ვთქვათ, რადგანაც ამონახსნი უნდა ჰქონდეს, ჩვენ აპრიორში ეგრევე უნდა გამოვიწყოთ ისეთი სიტუაციები, აი თვალსაჩინო სიტუაცია, აი ძალიან ლანგარზე როდესაც, როდესაც გამოსახულებას აზრი არ აქვს. ნუ ცხადია, x-ი არ უნდა უდრიდეს 1-ს. განსაკუთრებით რა დროს უნდა განახორციელოთ მსგავსი მოქმედება, როცა ის ამგრძალავი გარემოება აღარ გამოჩნდება მაგალითში, ანუ ნიშნულში რომ არის x-1, ცხადია ის ვერ იქნება ნულის ტოლი და შესაბამისად x-ი არ უნდა იყოს 1 და მე ახლა ვაპირებ ტოლობა ისე გარდაქმნა, რომ ყველაფერი გამომრავლო x-1-ზე, ანუ ნიშნულში x-1 აღარ დამრჩება. ამიტომ უპრიანია თუ თქვენ ცალკე გამოიტანთ ამ შეზღუდავ გარემოებას, იმიტომ რომ ნიშნულში აღარ რჩება და შეიძლება გადაგავიწყდეს მე რომ x-ი ერთისაგან განსხვავებული იყო და გარეშე ფესვი შეგეპაროს ამონახსნას სიმრავლეში. გავუბრალოთ ახლა ტოლობის ორივე მხარე x-1-ზე, რა მოხდება შესაბამისად, აქ დარჩება მარცხნივ 3x-5, მარჯვნივ დარჩება a ჯერ x-1 დამატებული b. მოდი x-იანი წევრები ცალკე დავალაგოთ, უცებ აქ იქნება 3x-5 ax-a პლუს b, ax-ი გადავიტანოთ მარცხენა მხარეს, 3x-ax უდრის 5 გადმოვიტანოთ მარჯვენა მხარეს, 5-a პლუს b და შესაბამისად გამოვდის ახლა 3-ს x-ი თუ გავავრჩხილებს გარეთ, 3-ს მინუს a დარჩებოდა მარცხნივ, ხოლო მარჯვნივ ისევე. რა ვიცით ახლა ჩვენ ეს არის წრფივი განტოლების ზოგადი სახე, ანუ ax-ი უდრის b-ს ეს ზოგადი სახე, რა თქმა უნდა აქ a და b რაც არის, ამ a და b-სგან განსხვავდება, ხო? ფორმულის ენით გესაუბრებით ახლა მარტივია. და რა დროს აქვს უამრავი ამონახსნი წრფივ განტოლებას, როდესაც x-ის კოეფიციენტიც ნულია და იმავდროულად თავისუფალი წევრიც ნულია. ანუ რა უნდა ხდებოდეს ჩვენს თავს აქ 3-a-ც უნდა იყოს 0 და 5-a პლუს b-ც უნდა იყოს 0. ერთდროულად უნდა ხდებოდეს ეს, ანუ სისტემაა ფაქტობრივად ამოსახსნელი. აქედან a უდრის 3-ს, აქედან ჩავსვამით უпроსტად აქ 3-ს, იქნებოდა 5-3 პლუს b უდრის 0-ს და შესაბამისად b უდრის -2-ს, ანუ მივიღეთ პასუხი 3 და -2. აუცილებლად გადავავწოთ ახლა ჩვენ 75-ზე ვართ, 75, კი, 3 და -2, კი, სწორია. ახლა რა ხდება? იცოქით არ დაგვაუწყდეს რომ x-ი -1 ვერ იქნებოდა, ხო? ანუ ნების ამონახსნი იქნება ნებისმიერი x-ი, ოღონდ გარდა 1-ისა. პრინციპში აქაც აქ ნახეთ კითხვა როგორ აქვს დასრული შესრულდეს x-ის ნებისმიერი დასაშვები მნიშვნელობისთვის, რომ ყველაფერი კარგად არის, პრობლემას არ ქმნის, გამოგვდიოდა 0 ჯერ x-ი უდრის 0-ს და რა თქმა უნდა 1-ის გარდა ნებისმიერ x ჩასვამდით და მივხვდებით ჭეშმარიტებას. 276. ახლა რა მომენტია? a პარამეტრის რა მნიშვნელობისთვისაა s და s წერტილები ერთსა და იმავე წრფეზე. ვთქვათ, მოცემული წრფე, აი რომელ წრფეზეც უნდა იყოს ესენი განლაგებული არის y უდრის kx პლუს b, ხო? ანუ ფაქტობრივად ჩვენ ახლა ვეძებთ ისეთ a და b-ს, რომლისთვისაც ეს სამივე წერტილი ეგ 0-0-იც, 2-3-იც და 4-2-3-1-იც იქნებიან ერთ წრფეზე. რა შეგვიძლია გავაკეთოთ? რადგან ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერ ორ წერტილზე
გადის ერთადერთი წრფე, ვიპოვოთ აი ამ ორი წერტილზე რომელი წრფე გადის, ამ ორ წერტილზე რატო? იმიტომ რომ ცნობილია მათი კოორდინატები და შესაბამისად მერე აი ამ წრფის განტოლებაში ჩავსვათ მესამე წერტილის კოორდინატები. რა თქმა უნდა, ამით უნადი გახდება ესა. კარგი. ჩავსვათ ახლა, ანუ y უდრის k-x + b-ში ჩავსვათ 0 0, ესე იგი 0 უდრის k ჯერ 0-ს, x-ის მაგივრათაც 0 ჯდება აქ, y-ის მაგივრათაც 0 პლუს b, ასე. და მეორე განტოლება არის 3 უდრის k ჯერ 2-ს პლუს b. აქედან b გამოდის 0, ჩავსვავდით მეორე განტოლებაში, მივიღებდით 3 უდრის 2 k-ს და k გამოდიოდა 3 მეორედი. ანუ აი ამ საძიებელი წრფისთვის რა მივიღეთ? y უდრის 3 მეორედი x პლუს 0, ანუ 3 მეორედი x და ავდგებით ახლა და ჩავსვამთ ამგან, რა თქმა უნდა, მესამე წერტილიც ამ წრფეს უნდა ეკუთვნოდეს და ჩავსვამდით m წერტილის კოორდინატებს აღნიშნულ წრფებში, ხო? 3-1 ტოლი იქნებოდა 3 მეორედი ჯერ 4-2-ის. ესეთი ამბავია. აი, ორიანი გადმოვიტანოთ აქეთ მარცხნივ გამრავლებით, იქნება 6-2, მარჯვნივ იქნება 12-6. შესაბამისად მივიღებთ აქ ჩვენ 6 უდრის 4-ს და a უდრის 4/6-ს, ანუ 2/3-ს, ну, გადაიტანეთ პრობლემის არ შექმნის. და მორჩა პრინციპში ას მნიშვნელობა ნაპოვნია. გადავამოწმოთ პასუხებში, დიახ, 2/3. და გავაგზავნოთ ახლა გარჩევის პროცესი. 77-ზე ვართ. აბანოს გთავაზობს ამოცანა. ცნობილია, რომ a პლუს x პლუს b ორ წევრის მნიშვნელობა, როცა x-ი უდრის 1 არის 4. ანუ რა ხდება, ნახეთ? ესე იგი, ax პლუს b-ში თუ ჩავსვამთ ჩვენ x-ი უდრის 1-ს, მაშინ მთლიანად გამოსახულების მნიშვნელობა ax პლუს b ხდება 4. ანუ რა გამოდის? აქედან გამოდის, რომ a ჯერ 1 პლუს b ეგ არის 4. ხოლო როცა x-ი უდრის 3-ს, y-ი, ანუ როცა x-ი უდრის 3-ს, მაშინ აი ამ გამოსახულების მნიშვნელობა y კი არა 0 ხდება, ხო, აქ. ax პლუს b ხდება 0, ანუ a ჯერ 3 პლუს b არის 0. უნდა იპოვოთ a და b. რა თქმა უნდა, სისტემა იყო შეგებულად მოცემული, ანუ a პლუს b უდრიდა 4-ს, 3a პლუს b უდრიდა 0-ს. მოდი გამოკლებით გავაკეთოთ ეს. სისტემის განტოლების წევრად ერთმანეთი გამოვაკლოთ. a-ს გამოკლებული 3 არის -2-ია. 4-ს გამოკლებული 0 4 არის. a გამოდის 4 გაყოფილი -2-ზე, ანუ -2. შესაბამისად აქ ჩავსვამთ -2 პლუს b უდრის 4-ს და b უდრის 6-ს. აჰა. ესეთი გარემოება მივიღეთ მეგობრებო. ესეთი პასუხები. გადავამოწმოთ, კი, სწორია და გავაგრძელოთ. თუმცა შეიძლება კითხვა გაჩნდეს ხოლმე ეს სწრაფად რო ეხება მაგალითი, რამე ხო არ არის ისეთი დაფარული პირობა, რომელიც უნდა გავითვალისწინებია და ვერ გავითვალისწინებია. ნუ ამ შემთხვევაში ახლა აქ არაფერი იყო. უბრალოდ x-ები უნდა ჩაგვესვა მოცემული მნიშვნელობები და შეგვესაბამებინა შესაბამისი, ასე ვთქვათ, y-ებისთვის რა. 78. ვიცით ჩვენ, რომ y უდრის 3x - 8-ს, კი ბატონო. ვიცით, რომ კიდევ მეორე წრფი არის y უდრის x - 10-ს და კიდევ მესამე წრფი არის y უდრის x. და ვიცით, რომ ეს წერტილები ერთ წერტილში იკვეთებიან. უნდა ვიპოვოთ k. ახლა ორ წრფეს, აი ვთქვათ, პირველი წრფე, აი ამას და მეორე წრფე. ამას პირობითად, რომ დამეხადა, ვთქვათ, პირველი წრფე და მეორე წრფე, რამდენი გადაკვეთის წერტილი შეიძლება ჰქონდეს, ხო? ან ერთი, ან დაემთხვეოდა ეს წრფეები ერთმანეთს, ანუ უამრავი საერთო წერტილია.
მაგრამ ახლა რას გულისხმობს აქ პრინციპში არაფერი ხო? პირველ ორ წრფეს მაინც ექნება ახლა ერთზე მეტი საერთო წერტილი, ხო? და შესაბამისად მესამე წრფეს, აი ეს, უნდა გადიოდეს აუცილებლად იგივე წერტილში. ანუ რას ვიზამთ? ვიპოვოთ ახლა პირველი ორი წრფის გადაკვეთის წერტილი, გავუტოლოთ ერთმანეთს ფუნქციის მნიშვნელობები, კვეთის წერტილის კოორდინატების პოვნა სწორედ ამ გზით ხორციელდება, ხო? რადგანაც საერთო უნდა იყოს x და y ორივე ფუნქციისთვის, გამოდის, რომ ერთის y უნდა უბრდეს მეორეს y-ს და აი ამ მას რომ ვაღწევთ, ისეთი x უნდა ვიპოვოთ. ანუ ეგ რა დროს მოხდებოდა, რომელი x-ისთვის? აგერ ახლა x-ი გადავა მარცხნივ, 2x, აქეთ იქნებოდა -2, რა რომ პლუსით გადმოსულიყო, x იქნებოდა -1, ანუ გამოდის, რომ როცა x უდრის -1-ს, მაშინ ხდება ეგ ამბავი. მოდით ჩავსვათ ახლა აქ და y იქნებოდა -1 -10, ანუ -11. ეს -1 -11 წერტილი, რა თქმა უნდა, იქნებოდა მესამე წრფეზეც. ჩავსვათ მესამე წრფის განტოლებაში, -1 უდრის ad ჯერ -11 უდრის k ჯერ -1, ანუ y-ის მაგივრად -11 წავიდა, x-ის მაგივრად -1 და ეს შეგვეცება მინუსები და რა თქმა უნდა კაუდრის 11-ს გამოვიდა. რადგანაც კას თხოვდნენ და მეც არ აყვნის, ეს იქნებოდა სწორედ ამას. კარგია. მოდი შევტიოთ 79-ს. პოტიში. 79-ში 3 პირობა, მოდი სამივე გავაკეთოთ. პირველი რა სიტყვობს? ანუ მე უნდა ვიპოვო y უდრის 2kx + k, ხო? ესე k-ს ყველა მნიშვნელობა უნდა ვიპოვო, რომლისთვისაც საკოორდინატო სიბრტყის აი ამ მეორე მეოთხედში მეორე მეოთხედის წერტილები არ ეკუთვნიან ფუნქციის გრაფიკს. ანუ ამ გრაფიკზე არ უნდა ძევდეს მეორე მეოთხედის ასე აი ამის წერტილები. ეგ რას ნიშნავს სხვანაირად? ესე იგი, y უდრის 2x + k არ უნდა გადიოდეს აი ამ, არ უნდა გადიოდეს მეორე მეოთხედში. ახლა დავფიქრდეთ უქმეები. მოდი, ალბათ ყველაზე უფრო ლამაზი ამოხსნა რა იქნება, იცით? მოდი გამოვიყენებ ახლა მე აქ ფუნქციის გარდაქმნას. ინტუიციურად ალბათ ბევრი მიხვდებით ამას, რატო იქნება სწორი პასუხი იგი k რომ შეიძლება იყოს დადებითი, მაგრამ მოდი მაინც ასე გავაკეთოთ. მოდი ავაკეთოთ ჯერ y უდრის 2x + გრაფიკი, ხო? რა არის? რა თქმა უნდა, ეს გადის კოორდინატთა სათავეში, აი ეს არის y უდრის 2x გრაფიკი. კოორდინატთა სათავეზე გადის. ჩვენ რა ვიცით ახლა? ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ასეთი გარდაქმნა, ანუ f(x)-ი ფუნქციის გრაფიკი, რომ გარდაქმნა f(x) + a-ში. რა ხდება? OY-ის მიმართ a ერთეულით გადაადგილდება. თუ a დადებითია, ზემოთ წლვა გრაფიკი, თუ a უარყოფითია, ქვემოთ წლვა. ანუ ჩვენ შემთხვევაში გამოვიდოდა, რომ y უდრის 2x + k იქნებოდა ასეთი ამბავი. ну, თუ k იქნებოდა დადებითი, მაშინ ეს გრაფიკი ასე აინაცვლებდა ზემოთ, ხო? ასე გახდებოდა დაახლოებით. მაგრამ თუ ასე გახდებოდა, გამოდის, რომ დადებითია. ანუ ნულის ტოლის რო ყოფილიყო პრინციპში, ასე გავიდა, ხო? მოდი მარტო დადებითი. ნული არ მიდა. ასე. ხო, მაშინ აქ იქნებოდა ეს k y-თან გადაკვეთა და ცხადია მეორე მეოთხედს გავივიდით ჩვენ. არა და მეორე მეოთხედში ყოფნა არ გვინდა, ხო, აი წასახათ აგერ არის ნაჩვენები რომ არ გვინდა. ესე იგი რა ხდება? ეგ სიტუაცია არ გვაწყობს k, როდესაც მეკლიანტოლია ნულზე. თუ k იქნებოდა ნულზე და კლევიანტოლი, ნახეთ რა გამოვიდოდა?
ანუ თავიდან ხო იყო ასე და მე ეს ჩამოვიდოდა ქვემოთ. ან იგივე ადგილზე დარჩებოდა თუ გაიქნაოდა ნული. იგივე ადგილზე დარჩენაც გვაწყობს და გვაწყობს ქვემოთ ჩამოსვლაც. იმიტომ რომ ასე ჩვენ მეორე მოთხეში არ აღმოჩნდებოდით. ესე გამოვიდა პასუხი, რომ 79-ის პირველში არის ა ნაკლებია ტოლია ლუზ. დადებითი ვერ იქნებოდა ვერაფრით, თორე აჩოჩდებოდა გრაფიკის ზემოთ და მოუწევდა მეორე მეფეთის გადაკვეთა. 79-ის b y უდრის -1 მეორედ x პლუს k-ს. ნუ თუ დავაკვირდებით ახლა აქაც იგივენაირად რომ გავაკეთოთ, ესე იგი y უდრის -1 მეორედ x-ის გრაფიკი რომ ავაგოთ, ასე და მე კაერთეულს თუ ვუმატებთ, ნუ ზემოთ აჩოჩდება, თუ ვაკლებთ, ქვემოთ ჩამოჩოჩდება, ხო? და აქაც ახლა რა სურვილები მაქვს, კითხვა იგივეა დასული მეორე მოთხეში, არ უნდა გადიოდეს მეგობრებო მოცემული ფუნქციის გრაფიკი და ნუ როგორ მოიქცევით რა სხვა ნახეთ რომც არაფერი არ დავუმატოთ მეორე მოთხეში ეს გრაფიკი მაინც გადის რომ ავდგეთ ახლა ჩვენ და ამ -1/2x რომ დავუმატოთ k სადაც k ნაკლებია ნულზე როცა იყო ნახეთ რა ხდება ნაკლებია ნულზე მაშინ ასე ჩამოჩვენებოდა ქვემოთ ხო გრაფიკი და ასე ჩამოჩვენებოდა მეორე მეოთხეში ხომ ის გადიოდა კი ანუ ეგ პირობა პრინციპში არ გვაწყობს ხო ანუ k არ უნდა იყოს ნულზე მეტი k არ უნდა იყოს ნულის ტოლი და შესაბამისად თუ y იქნებოდა 1/2x-ი პლუს k სადაც k დადებითია k მეტია ნულზე გასაგებია რომ ნახაზის ზემოთ აჩოჩდებოდა ახლა მეგობრებო მაგრამ ხო მაინც გადაკვეთს მეორე მეოთხეც გამოდის რომ ეს შემთხვევაც არ გვაწყობს ანუ არც ნული გვაწყობს k-სთვის არც დადებითი გვაწყობს არც უარყოფითი და ესე იგი არაფერი არ გვაწყობს ამ ამოცანის ამონახს და სიმრავლე იქნებოდა ცარიელი 79-ის გევნახოთ თუ y უდრის kx-1 ფუნქციის გრაფიკი ხო ანუ ის სიტუაცია იგივეა ასე ფუნქციის გრაფიკი ამოცემული აქაც მეორე მოთხეში არ უნდა შევდიოდეთ ასე აქაც მოდი ასე მოვიქცეთ ხო მეგობრებო ავდგეთ ახლა და ავაგოთ y უდრის kx-ის გრაფიკი აი ჩვენ რომ არ მოვხდეთ ამ აკრძალულ ზონაში რა უნდა ხდებოდეს ცალსახად აქ k არ უნდა იყოს მეტი ნულზე ну k შეიძლება ნულის ტოლიც იყოს არა მე კარგი მე განვიხილოთ პრემოდე ჩვენ განვიხილოთ როცა k მეტია ნულზე და ამ k მეტია ნულზე რომ გვაქვს აქ ზრდადია ფუნქცია და ასე იქნება სადღაც ხო და აუცილებლად სად გადაკვეთს მეგობრებო y-ს ბოდიში ერთი წუთი ჩვენ ჯერ ამას ვაგებთ და ასე იქნება კამეტია ნულზე ანუ ჯერჯერობით მაწყობს იმიტომ რომ მეორე მეოთხეში არ გადის და ახლა თუ ჩვენ ავდგებით და y უდრის kx-1 ავაგებთ სადი ასე გაიგეთ და ეგ მაწყობს კარგია ხო მეორე მეოთხეც აი ამგზავრულ მეოთხეც არ გადაგვით ანუ ეგ მაწყობს თუ დააკვირდებით თქვენ გაწყობთ y უდრის აი შესაძაც k არის ნულის ტოლი იმიტომ რომ თუ k ნულია ის მინუს t ასე მაშინ ეგ იქნებოდა აი ასეთი ფუნქცია და შესაბამისად აქაც მეორე მეოთხეში არ გავდივართ ანუ ეგეც გვაწყობს ესე იგი კამეტიანუზე გვაწყობს კალდრის ნულს ახლა მოდი ავაგოთ
ნაკლები არ უზეთ. ახლა ჩვენ ვანახეთ მეორეშიც, რომ კაროდისაც ნაკლები არ უზე არა აქვს მშობლად დანარჩენი. ხეთ, კაროცა ნაკლები არ უზე, ყველა ვარიანტში წრფის რაღაცა ნაწილი, ამ ფუნქციის გრაფიკის რაღაცა ნაწილი აუცილებლად გადაკვეთს მეორე მეოთხედს. და შესაბამისად ეს არ გვაწყობს, იმიტომ რომ მეორე მეოთხედში გავლა არ გვინდა. ესე იგი პასუხი რა იქნებოდა? კ მეტი ანტოლია 0-ზე. მაწყობს 0-იც, მაწყობს 0-ზე მეტობაც. კარგი. მოდი ახლა განვიხილოთ მეოთხედს. ვის 80, ხო? აქ არის 4 კითხვა. კარგი. უპასუხოთ 4-ს. მოცემულია ასეთი ფუნქცია და პრინციპში, მოდი აქ ჩხილით გამოვიდეთ, მაინც ჩვენ თავისუფალი წევრი. დახილობა არის a და არც თავისუფალი კოეფიციენტი, ვიცი თავისუფალი წევრი, ანუ არის k-3. ჩვენ ახლა მოდი პირველ კითხვას ვპასუხობთ, პირველ მეოთხედში არ გვინდა რომ იყოს ამ გრაფიკის წერტილები, ხო? მოდი ვპასუხოთ პირველ კითხვას. მოდი გავაფერადებ, ახლა სად არ მინდა რომ იყოს. აქ არ მინდა რომ გადიოდეს. წინა ამოცანის გავლენითაც შეგვიძლია უცებ ვთქვათ, რომ იქნებოდა დადებით, ხო, აი 0-ზე მეტი იქნებოდა, აუცილებლად ზრდადი იქნებოდა ფუნქცია და პირველ მეოთხედს ყველა ვარიანტში გაივლით, აი რაც არ უნდა ყოფილიყო y ხელისთან გადაკვეთა თავისუფალი კოეფიციენტი ხო გვიჩვენებს ჩვენ, აი k გვიჩვენებს, უბრალოდ k-3 ამ შემთხვევაში, სადგურს y ხელს და პრინციპში თავარი აკრძალვა, ახლა აქ რაც უნდა ხდებოდეს, ის არის რომ ყველა ვარიანტში k უნდა იყოს უარყოფითი. რომ არ გავიდეს აი აქ. ოკეი. მოდი ახლა რა ვქნათ? მოდი ჯერ ავაგოთ y უდრის kx. ნუ თანხმდებით რომ k უარყოფითია. ოპ, გასრავად. ასეთი გრაფიკი ექნება, ხო? კარგი ბატონო. ახლა რა უნდა ხდებოდეს? უნდა ვიცადოთ, რომ ჩვენ აი ეს გრაფიკი თავისუფალი წევრი ისეთ უნდა დავუმატოთ kx, რომ არავიდეს ზემოთ. ანუ გამოდის, რომ აი ამას თუ გადავაჩოჩებთ ახლა, აი ეს ზემოთ არ უნდა დადიოდეს, პირიქით უნდა ჩამოდიოდეს ქვემოთ და ეგ რა დროს მოხდება? თუ k-3 იქნებოდა ნაკლები ანტოლი 0-ზე. ხო, პრინციპში აქ იმასაც დავაკვირდეთ, რომ თუ k იქნა 0-ის ტოლი, მაშინ როგორი იქნება, თუ k 0-ის ტოლი იქნა, შეხედეთ მეგობრებო, მაშინ ასეთი იქნებოდა ფუნქციის გრაფიკი, იქნებოდა OX ღერძის პარალელური, ხო? და აქაც ზემოთ რომ არ წასულიყო გრაფიკი k-3 უნდა ყოფილიყო ისევ 0-ზე ნაკლებიან ტოლი. ან ფაქტობრივად რა მოთხოვნას ვუყენებთ ახლა ჩვენ ამას. -3 უნდა იყოს ნაკლებიან ტოლი 0-ზე. ოკეი, ბატონო. მეოთხედს რომ არ ეკუთვნოდეს, ხო? ესე იგი, ამისახსნელი არის აი ეს სისტემა. ნაკლებიან ტოლია 0-ზე, k ნაკლებიან ტოლია 3-ზე და ცხადია, ამის პასუხი იქნებოდა k ეკუთვნის უფრო მკაცრი ტოლობა ხოლზე და გამოდის მინუს უსასრულობიდან 0-მდე. ასეთი ამბავი აქ. პირველში მოდი გადავამოწმოთ პასუხები. კი, მართალია. მაგზე. მოდი ასე დავყოთ ახლა ნაწილებად ჩვენი საწერი და კარგი მეორე ვნახოთ. მეორე მეოთხედში არ უნდა იყოს. ოკეი. მეორე მეოთხედი. გავამოქოთ ახლა, ანუ იქ არ უნდა ვთებოდეთ, აი აქ არ უნდა მოვხდეთ.
შესაბამისად რა მსჯელობა მიდის, ხო? ფაქტობრივად ასე სარკისებურად ახლა აირეკლება ეს და უნდა იყოს მეტი ანტოლინუზე, ანუ ნაკლები ვერ იქნება. შესაბამისად, თუ ჩვენ აქ დავწერდით y უდრის kx ფუნქციის გრაფიკს თუ დავხატავდით და ვინახავდით, რომ არ შევიდეთ ჩვენ მეორე მეოთხედში, რა თქმა უნდა, თავისუფალი წევრი უნდა იყოს უარყოფითი, აი ასე ქვემოთ უნდა ჩამოდიოდეს. ასე ვქნათ, ესე იგი a-3 უნდა იყოს ნულზე ნაკლები. მოდი ახლა ვნახოთ, აი ტოლი რომ იყოს k-3 თუ იქნებოდა ნულის ტოლი, აქ გაივლიდე და a თუ იქნებოდა ნულის ტოლი, ანუ ორივე k-3 და k ორივე ერთდროულად ნული ვერ იქნება. მაგრამ პრინციპში k თუ იქნებოდა ნული, გრაფიკი ქვემოთ გაივლიდა, ხო? ასე გაივლიდა, ანუ მაწყობს. ანუ k ნულის ტოლი მაწყობს რომ იყოს, k-3 ნულის ტოლი პრინციპში ეგეც გვაწყობს, იმიტომ რომ -3 იქნებოდა და ქვემოთ გადაკვეთდა გრაფიკს, აი. ნული რომ იყოს k-3 იქნებოდა. ხედავ? ანუ პრინციპში, აი მოდი არ დავიწყეთ ახლა ჩვენ ახლა არ დაგაბნიოთ უბრალოდ რა სიტუაცია ახლა რომ დავაკვირდეთ ოქროები შეხედეთ რომ იყოს 3 ტოლი რა სიტუაცია იქნება მოდი ცალკე რო გავიხილოთ თუ k უდრის 3-ს ეს იქნება 0 კი ბატონო ანუ გავა კოორდინატთა სათავეში ეგ მაწყობს და თვითონ ეგ დადებითი იქნება კი ბატონო მაწყობს და პრინციპში თუ k იქნება ნულის ტოლი ხო ანუ ეგ უარყოფითი იქნება ხო არაფერი მე თვითონ ავირი ახლა k ნულის ტოლი რო ჩავსვი რატომაც მომეჩვენა რომ k-3 იქნებოდა დადებითი არაფერი პრინციპში გადამოწმებაც არ ჭირდება ამას აქედან გამოდის k-მეტი ანტოლი 0-ზე k ნაკლები ანტოლი 3-ზე ასეთ ანუ რა სიტუაცია ეგ რა გამოდის ჩვენ პირველ მეოთხედს არ ვეკარებით ამ სიტუაციით პირველ მეოთხედს რომ ვიკარებოდით აი აქ რომ შევსულიყავით ან ეს k-3 ანუ y-თან კვეთის წერტილი უნდა ყოფილიყო დადებითი და ჩვენ პირიქით ნაკლები ანტოლი გვაქვს 0-ზე და უნდა ყოფილიყო უარყოფითი აი ასე უნდა გასულიყო დახრა რა თქმა უნდა ეს ორივე ჩვენ გამორიცხული გვაქვს და შესაბამისად k რა მივიღეთ 0-დან 3-მდე. კარგი. მოდი ნახოთ კი ბატონო მართალი. მესამე შემთხვევა. ჩვენ არ გვინდა რომ მესამე მეოთხედში გადიოდეს გრაფიკი. მოდი ესეც გავაფერადოთ, აქ არ გვინდა რომ გავდიოდეთ. რა დროს მოხდება ეგ? შესაბამისად k ნაკლები უნდა იყოს ანტოლი 0-ზე, ანუ აი ასე უნდა გადიოდეს, ხო? და k-3 მეტი ანტოლი უნდა იყოს 0-ზე. ანუ გრაფიკი ქვემოთ არ უნდა ჩამოდიოდეს, ესე იგი y-ხედს უარყოფით არ უნდა კვეთდეს, პირიქით ზემოთ უნდა იყოს. ან 0-ში უნდა გადიოდეს ყველაზე ცოტა, ხო, ქვემოთ. ასეთი სიტუაცია. ანუ გამოდის, რომ k ნაკლები ანტოლია 0-ზე და k მეტი ანტოლია 3-ზე. ასეთი k არ არსებობს, ანუ გამოდის, რომ მესამე მეოთხედს რომ თავი დავახციოთ, ჩვენ მაგრაერ გრაფიკს ვერ ავაგებთ. ცარიელია სიმრავლე. აღნაირი k-ების. და მეოთხე სიტუაცია, ჩვენ თუ არ გვინდა მეოთხედში ამოყოთ თავი, აი ასე, თუ არ გვინდა ამოყოთ თავი, რა უნდა გავაკეთოთ? მაშინ k უეჭველი უნდა იყოს მეტი ანტოლი 0-ზე და თუ გავავლევდით ჩვენ y უდრის kx ფუნქციის გრაფიკს, გამოვიდოდა რომ და მე ავდგებოდით და დავაკვირდებოდით k-3 რა უნდა ყოფილიყო, ხო? აღმოჩნდებოდა რომ ეს ქვემოთ არ უნდა ჩამოდიოდეს, ხო? აი ეს ქვემოთ არ უნდა ჩამოდიოდეს, უნდა ადიოდეს პირიქით ზემოთ და შესაბამისად k-3 უნდა იყოს არა უარყოფითი. ანუ ამ სისტემიდან გამოდის, რომ k მეტი ანტოლია 0-ზე, k მეტი ანტოლია 3-ზე და
ესე იგი გამოგვივიდა, რომ K ეკუთვნის 3 პლუს უსასრულობას. ხუთალია, დავძლიეთ მოთხმოცეს ვარიერიც, გადავდივართ ახლა ღვთის 91-ს. ორი სისტემაა მოცემული. პრინციპში, მეგობრებო, აქ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ განტოლებათა სისტემის ძალიან საინტერესო მაგარი თვისება და ორივე ზუსტად ერთი და იგივენაირად კეთდება. ნახოთ ქვემოთ თუ ეს თვისება გამოსაყენებელი და თუ ქვემოთ პირდაპირ არ გჭირდება, პრინციპში ქვემოთაც იგივეა. მოდი 91-ში ორივე გავარჩიოთ, პირველის და მეორეც და 82-ში გავარჩიოთ მხოლოდ მესამე ვთქვათ. მოდი ასეთ ცოტა დროის ეკონომია გავაკეთოთ. კაი, და გავაკეთოთ ორივე. პირველიც. ანუ რა ხდება ახლა, რა სითხოვენ? მოცემულია ასეთი განტოლებათა სისტემა. პირველი განტოლება არის x უდრის y პლუს 300-ს, მერე 2x პლუს y უდრის 4-ს მინუს 100-ს, მეგობრებო. და უნდა ამოვხსნათ აღნიშნული სისტემა. გასაგებია, პარამეტრიანი. რა მოგვდის ახლა პირველ რიგში თამაში, ხო? როდესაც ჩვენ პარამეტრიან განტოლებას გვახსნევინებენ, ჯერჯერობით ჩვენ გვაქვს გამოცდილება წრფივი განტოლების ამოხსნის, ხო, პარამეტრიანის ან განტოლებათა სისტემას. იგივე, მოდი განტოლებით შემოვიფარგლოთ, განტოლებას გვახსნევინებდნენ, იყო ისეთი სიტუაციები, რომ შეიძლება ამ განტოლებას ქონოდა უამრავი ამონახსნი და ეგ პარამეტრის გარკვეულ მნიშვნელობაზე იყო დამოკიდებული, ხო? შეიძლება ქონოდა არც ერთი ამონახსნი ან ერთადერთი ამონახსნი და შენ პრინციპში, როდესაც არ გიკონკრეტებენ რომელი სიტუაცია სურთ და უბრალოდ გეუბნებიან რომ ამოხსენიო განტოლებაო, ვალდებული ხარ განიხილო ყველა სიტუაცია. აქაც ასეა. ჩვენ დავგეგმავთ ახლა განტოლებათა სისტემის ამოხსნას, დავაკვირდებით იმ სიტუაციას, როდესაც შეიძლება ერთი ამონახსნი ქონდეს, ორი ამონახსნი, ან არც ერთი და ყველას შესაბამისი ადეკვატური, ესე პასუხი უნდა ჩამოვწეროთ რა. მიდი, გავყვეთ. რა გჭირდება ამისთვის? ამისთვის გჭირდება ჩვენ მეგობრებო, და ცნობილი დამოკიდებულება A1x პლუს B1y უდრის C1, A2x პლუს B2y უდრის C2, ეს ზოგადი სახით მოცემულ განტოლებათა სისტემის განხილვა, ახლა დამტკიცებას არ შეუდგებით, რატო ხდება ეს გარემოება და შეიძლება რატო დგება ეს გარემოება და შეიძლება რომელიმე ამოცანის დროს დეტალურადაც განვიხილოთ და ჩავშალოთ ეს საკითხი. ახლა უბრალოდ ფაქტით ვისარგებლოთ. თუ სათანადო კოეფიციენტების ფარდობა, ანუ A1 შეფარდებული A2-თან, უდრის B1 შეფარდებული B2-თან და უდრის C1 შეფარდებული C2-თან, ანუ ასე არის განტოლებათა სისტემა მოცემული, ორსვლადი ან წრფივ განტოლებათა სისტემა, მაშინ ამ სისტემას ექნება უამრავი ამონახსნი. ანუ უამრავი წყვილი არსებობს x-ის და y-ის, რომლისთვისაც სისტემის ყველა განტოლება ჭეშმარიტი იქნება. თუ აღმოჩნდა მეგობრებო, რომ ცვლადების კოეფიციენტების ფარდობა ერთმანეთის ტოლია, მაგრამ არ უდრის თავისუფალი წევრების ფარდობას, მაშინ ამას არ აქვს ამონახსნი. საერთოდ, როცა არის სიმრავლე არა. და თუ თავიდანვე აღმოჩნდა, რომ ცვლადების კოეფიციენტების ფარდობა უდრის ერთმანეთს, ესე იგი ერთი ამონახსნი აქვს. თუ ეს დამაიც ახლა თქვენ გინდათ ეს დაასაბუთოთ, მაშინ რჩევას მოგცემთ, უბრალოდ წრფივი განტოლებები წარმოადგინეთ. წრფივი ფუნქციებად. პირველი განტოლებაც, მეორე განტოლებაც, წრფივი ფუნქციები გრაფიკულად ასახეთ და ესენი წრფეები იქნება და ზემოთ მიიღებთ წრფეების პარალელობის პირობას, უფრო სწორად დამთხვევის პირობას, ანუ წრფეები ერთმანეთს დაემთხვევა, ანუ უამრავი წერტილი ექნება საერთო. ქვემოთ გარშემთხვევა თუ დააფიქსირდათ და ააგებთ ამ გრაფიკებს, გამოვა რომ წრფეები პარალელურია, ხოლო მესამე შემთხვევაში წრფეებს ექნებათ გადაკვეთის წერტილი. შესაბამისად, ერთი წერტილი ექნებათ საერთო.
აი, მოდი ახლა დავახურდაოთ აი ასე 60 და დავალაგოთ x y უდრის 3-ას 2x + y უდრის 4-ს მინუს 100-ს და ჩამოვწეროთ ახლა x-ების კოეფიციენტების ფარდობა, ანუ 1 შეფარდებული 2-თან უდრის y-ების კოეფიციენტების ფარდობას, ანუ -1 შეფარდებული 1-თან და დავაკვირდეთ, პრინციპში დავწეროთ აქეთაც უბრალოდ ჩვენ არ ვიცით ეს უდრის თუ არა, უბრალოდ ვამოწმებთ. ახლა აღმოჩნდება, რომ უკვე ესენი ერთმანეთს აღარ უდრიან. ანუ მივიღეთ მესამე სიტუაცია და მესამე სიტუაცია თუ არის, მეგობრებო, რა ხდება? ერთადერთი ამონახსნი გააჩნია. გაიხარე. ანუ ჩვენ აღარ გვაქვს აქ საერთოდ არა ვართ აზე დამოკიდებული. ანუ ამ არ გადაწყვიტა ამ განტოლების ბედი მას ექნებოდა სისტემის ბედი მას ექნებოდა უამრავი ამონახსნი ერთი თუ არც ერთი ჩვენ პირდაპირ მისდა დამოუკიდებლად ვნახეთ რომ ამ განტოლებას ყველა ვარიანტში აქვს ერთადერთი ამონახსნი. ძალიან კარგი. მაშინ მოდი ვიპოვოთ ის ერთადერთი ამონახსნი. ესე უკვე აქ ერთვება ის რაც წესით ყველა უნდა ვიცოდეთ და ჩასმისგანს გამოიყენებთ ან ჯამის წესი, რადგანაც მოკლედ გარდაქმნილი მაქვს, ამას ძალიან უხდება ჯამის წესი, ნუ y-ები გააბათილებენ ერთმანეთს აქ 3x ტოლი იქნება 300-ს რომ დაემატება 4-ს მინუს აი იქნება 200 + 4 და შესაბამისად x იქნებოდა 2a + 4-ის მესამედი. შეგვიძლია ახლა ავდგეთ და ჩავსვათ ეს რომელიმე განტოლებაში, მოდით ვქოთ ჩავსვათ პირველში, ანუ 2a + 4 მესამედი მინუს y უდრის 300-ს, აქედან y უდრის 2a + 4 მესამეც მინუს 3-ა, ანუ y-ა რო აქეთ გადმოგვეტრენა, 3-ა იქით გადავიდოდა მინუსით და შესაბამისად თუ გავაერთმშველიანებთ ახლა 3-ს მინუს 3-ა იქნება -9 და y იქნება 4-ს მინუს 7-ა. 2-ა რო დაემატებოდა -9-ს, ასე შეფარდებული საათთან. ანუ რა მივიღეთ პასუხი? პასუხი. ნუ აღარ ვაკონკრეტებთ რომ ამ განტოლებას ყველა ვარიანტში აქვს ერთი ამონახსნი, პირდაპირ დავწეროთ ეს ამონახსნი. 2a + 4 მესამედი, 4-ს მინუს 7-ა მესამედი. მოდი გადავგვარავ ცოტა ახლა ჩემ სიტყვას. განსაკუთრებით რომ მეორესაც განვიხილავდი, საკმაოდ მარტივი кейსია და არ გვინდა იყოს. მოდი პირდაპირ განვიხილოთ 82-ის მესამე ახლა. ძალიან გავს 91-ის მეორე, აქაც გამოდის რომ ამონახსნი ერთადერთი იქნება, აი x-ების კოეფიციენტები 1, 2 შეაფარდო 3, 5-თან და აი ანალოგიური რაღაც უნდა გავაკეთებინა, რომელიც იცი, არც ჩემთვის და ალბათ არც თქვენთვის დიდად საინტერესო არ იქნება. მესამე, რომ ახლა რა ხდება აქ? 3 მაგალითია და 3-ში ჩვენ გვაქვს პრინციპში ერთი პროცედურა ჩასატარებელი ის რომ უნდა დავადგინოთ რა დროს არ აქვს ამონახსნი, რა დროს აქვს უამრავი და რა დროს ერთადერთი. ანუ სამივე სიტუაცია იყო განსახლებული 3 მაგალითი და მოდით პირდაპირ მესამე განვიხილოთ ახლა. x - y უდრის 3-ს, 2x - ay უდრის 6-ს და მოდი ჯერ დავფიქრდეთ, აი რაზეა დამოკიდებული ახლა ამ შემთხვევაში ერთი ამონახსნი ექნება უამრავი თუ არც ერთი. მოდი უამრავობის პირობა შევავწყვეთ. აი უამრავი რა დროს ექნება? რა უნდა მოხდარიყო? x-ების კოეფიციენტების ფარდობა 1 შეფარდებული 2-თან, ტოლი უნდა ყოფილიყო y-ების, ანუ -1 შეფარდებული -100-თან ფარდობასთან და ტოლი უნდა ყოფილიყო თავისუფალი წევრების ფარდობასთან. მოდი განვიხილოთ პირველი ტოლობა, ნუ აქედან ცხადია რომ 1/2 უნდა უდრდეს 1 შეფარდებული 100-ს და აქედან მარტივად გამოდის რომ a უნდა უდრდეს 2-ს. ძალიან კარგი. ახლა მოდი შევამოწმოთ თუ იქნებოდა ტოლი მაშინ მეორე და მეოთხე განტოლება 1/2, 2-იან რომ ჩაგვესვა და 3/6 დიახაც ერთმანეთის ტოლი. ანუ მორჩა დავთავდა. უამრავობის პირობა რა დროს დადგებოდა? ნუ თუ a იქნებოდა 2-ის ტოლი. მოდი ახლა გავარკვიოთ რა დროს ექნება ეს არის მეგობრებო დავიცვათ ახლა სტრუქტურა, არ აქვს ამონახსნი ვარიანტი და უამრავი ამონახსნი b არის. ანუ ეგ არის ფაქტობრივად
92-ის მესამე ამოცანის B კითხვაზე პასუხი. ხო, ცოტა რაღაც ისეთი ჩასტრუქტურირებული გამოვიდა და მოდი ვნახოთ ახლა რა დროს არა აქვს ამონახსნი, აი A კითხვაზე პასუხი. არა აქვს. რა უნდა ხდებოდეს? ისევ 1/2 უნდა უდრიდეს -1 შეფარდებული -100 და არ უნდა უდრიდეს 3/6-ს. ნუ აქაც ანალოგიურად გამოდის, რომ უნდა უდრიდეს 2-ს, მაგრამ თუ 2-ს ჩავშლამით, ყველა ვარიანტში 1 შეფარდებული 2 უდრის 3/6-ს და ანუ აი ეს არტყოლობა არ შესრულებოდა, მეგობრებო. ანუ ეს ცდარია, ცდა. რია და შესაბამისად არა აქვს ამონახსნი, რომ დადგეს ასე და ასე ვერ მოძებნით. ეკუთვნის სერიოზი რამის რა. ნუ ასეთია არ არსებობს. და ახლა მოდით G კითხვას გავხსნით პასუხი. ერთადერთი ამონახსნი რა დროს აქვს? ეგრევე 1/2 არ უნდა უდრიდეს -1 შეფარდებული ასე -100-ს. ნუ აქედან გამოდის, რომ A არ უნდა უდრიდეს 2-ს. ხო? თუ A იქნებოდა 2 სტოლი ოქროები, იქნებოდა უამრავი ამონახსნი, თუ A იქნებოდა ერთადერთი, შესაბამისად მას ამონახსნი არ იქნებოდა. თუ 2-საგან განსხვავებული იქნებოდა, მას ექნებოდა ერთადერთი ამონახსნი. ჩვენ არ გთხოვენ ახლა ვიპოვოთ ეს ამონახსნი, უბრალოდ ჩვენ გთხოვდნენ დაგვედგინა რა დროს ექნებოდა უამრავი არც ერთი და ერთადერთი ამონახსნი. აჰა, ეგ არის ერთადერთი ამონახსნობის პირობა. კარგი. ახლა შეიძლება ცოტა გულზე ჭეჭკად გქონდეთ ერთი დეტალი, საერთოდ აი ეს კონსტრუქცია რომ განიხილოთ, თავისთავად აი ქვედა განტოლების კოეფიციენტები 0-საგან განსხვავებული უნდა იყოს, ხო? და ახლა უცებ თავში გიქრთება აზრი, აი ეგ რო 0 ყოფილიყო, არ ვიცი, ახლა შეიძლება ვინმეს მოვიდეს აზრი. ახლა მაგის წამალი რა? შეიძლება პირიქით განიხილო შეფარდებები, 2 შეგეფარდებინა 1-თან, თუ მე -A შეგეფარდებინა -1-თან, 6 შეგეფარდებინა 3-თან და ასე გამოსულიყავი რა. ახლა აქაც 0 რომ იყოს, აქაც 0 რომ იყოს, ბოლო-ბოლო რა შეგიძლიათ გააკეთოთ? ჩასვამდით ამ ნულს, ქვემოთ გამოვიდოდა მაშინ, რომ 2x უდრის 6 და x იყო 3 სტოლი, ანუ ქვედა განტოლებიდან x უნდა ყოფილიყო უეჭველი 3, ზედა განტოლებიდან მაშინ ეგ 3. ხო, ახლა ქვედა განტოლებას აკმაყოფილებს უამრავი წყვილი რა, x 3 და y ყველაფერი. რაც გაგვიხარდება, იმიტომ რომ ან თუ 0-ია, y გავლენას არ ახდენს, ხო? ახლა მაშინ არაფერზე და ეგ იქნებოდა ქვედა განტოლების ამონახსნები და ზედა განტოლების ისევ 3-იან ჩასვამდი, x ხო x უეჭველი 3 უნდა ყოფილიყო და 3-იანსა ჩასვამდი, შესაბამისად გამოვიდოდა, რომ y უნდა ყოფილიყო 0. და ანუ ჩვენ გამოგვივიდოდა ისევ ერთი წვილი ამონახსნების რა. რადგანაც ქვედას უამრავი წვილი აკმაყოფილებს და ზედას მხოლოდ y 0, x 3, ანუ ისევ ერთი წვილი ამონახსნი ექნებოდა სისტემას. ანუ დიდად ნუ შეგაშინებთ ეგ მომენტი, მეგობრებო, 0-ის არსებობა, პრინციპში ეგ კონტექსტი, ეგ სიტუაცია ჯდება ისევ აი ამ ერთადერთი ამონახსნობის პირობებში. აი ასე. თუ მაინც და მაინც არ გინდათ ცვლადი მნიშვნელობა შეეხოთ, გითხარით, რომ პირიქით შეგიძლიათ ეს შეფარდება დაწერთ. და მშვიდად რომ იგრძნობთ თავი ადექით და განიხილეთ, როდესაც მნიშვნელობა 0-ს უდრის, მაშინ რა ხდება. და მოჩნდება, რომ იგივე ერთადერთი ამონახსნობის პირობას მიიღებით ამ შემთხვევაში. კარგი. პრინციპში ეს ამოცანა დასრულებულია. მოდი გადავიდეთ ახლა 93-ზე. 23. ჩამოვისკროლოთ.
უჰუ. კარგი, აბა რას გვეუბნება ახლა ეს პირო. მოცემულია ორი მოდულიანი გამოსახულების ჯამი. 6x პლუს 5y პლუს 1, აი ასე. და დამატებული 2x პლუს 3y პლუს 1. და გთხოვე რომ ამ გამოსახულების უმცირესი მნიშვნელობა ვიპოვოთ ან ეგეც მინდა და უნდა ვიპოვოთ x და y, როდესაც აი ეს უმცირესი მნიშვნელობა მიიღწევა. ნახე, პირველ რიგში რომ უყურებ ასე ჯამი რა დროსაა მინიმალური, რა თქმა უნდა მოგვიდეს გაგახსენდეს ის აი მრავალწევრზე მოქმედების იდეა, რომ ჯამი მინიმალური არის იმ შემთხვევაში, თუ თითოეული შესაკრები მინიმალური. ანუ ესეც უნდა ყოფილიყო მინიმალური, ესეც უნდა ყოფილიყო მინიმალური. ხო რა ხდება ოქროები? უფრო რთულს ეს საკმაოდ მარტივი ამოცანაა, იმიტომ რომ მოდულიანი გამოსახულებაა და მოდულიანი გამოსახულება მინიმალური რომ იყოს, შიგთავსი უნდა იყოს ნულის ტოლი, იმიტომ რომ მოდულის უმცირესი მნიშვნელობა არის ნული, მეტი ნაკლები ვერ იქნება და ანალოგიურად აქაც იგივე უნდა ყოფილიყო ნული, ეს 2x პლუს 3y პლუს 1 და განსაზღვრავდი რა დროს იქნებოდა ორივე ნული და ფაქტობრივად ამოხსნით ამ სისტემას. მაგრამ ზოგჯერ აქ არის ისეთი ურთიერთდამოკიდებული გამოსახულებები მოცემული მოდულში, ეგ უფრო რთულ ამოცანებშია, როდესაც ერთი მინიმალური მნიშვნელობა წინააღმდეგობაში მოდის მეორეს მინიმალურ მნიშვნელობასთან. ანუ თუ ერთია მინიმალური, მეორე ვერ იქნება. თუ მეორეა მინიმალური, პირველი ვერ იქნება და აი ასეთ ამოცანებს უკვე გააჩნია სხვადასხვა მიდგომა. პრინციპში, აი ამ თავის ბოლო ამოცანა 27-ია თუ არ ვცდები, აუცილებლად ავწერთ ჩვენ მას მომდევნო ვიდეოებში. დაელოდეთ, როდესაც 127-დან ბოლო ამოცანის ჯერი მოვა, ნახავ რა ნომერია 118-ია თუ არ ვცდები, 118 თუ 117, ხო. დაელოდეთ და ნახოთ. აი გარჩევა გველის, საკმაოდ დიდი ოფლის ღრა. აი, იქ უკვე უნდა მოიფიქროთ კონკრეტული სიტუაციები, როგორ დაძლევთ ამ პრობლემას. და აქ მარტივადაა ორივე შესაკრები ნული შეიძლება იყოს ერთდროულად და მაშინ მაგას რა სჯობს? ამოვხსნით ამ სისტემას, თუ გინდათ მივცეთ უფრო სტანდარტული ფორმა, 6x პლუს 5y უდრის -1, 2x პლუს 3y უდრის -1, გავამრავლოთ ქვედა გამოსახულება -3-ზე, აქ იქნებოდა -6x - 9y უდრის დადებით 3-ს, 6x პლუს 5y უდრის -1 და დაიკრიბებოდა ესენი გაბათილდება 5y პლუს -9y x-ა -4y -1 პლუს 3 ეს არის დადებითი 2 და y უდრის -1 მეორეც და ჩავსვამდით ახლა y-ის აღნიშნულობას, აი ვთქვათ მეორე მაგალითში, ანუ აქ იქნებოდა 2x პლუს 3 ჯერ -1 მეორედი ის არის -1. რა გამოდის ახლა აქ დავკრივოთ 2x-ი, ტოლი იქნება აქ -3 მეორედი აქეთ გადავა პლუსით დადებითი 1 მეორედის, ხო? და x-ი გამოდის 1/4-ია რა. ანუ რა მივიღეთ ახლა? მინიმალური მნიშვნელობა რა იქნება? აი ამ გამოსახულების მინიმალური მნიშვნელობა არის 0 და რა დროს მიიღწევა, როცა x-ი არის 1/4 და y-ი არის -1/4. კი, პასუხებში ჩავიხედე ახლა და სწორია. და მოდი გადავერთოთ მომდევნო ამოცანაზე. ჩვენ გვინდა ახლა 84. აბა რა ხდება, რა არის აქ საინტერესო? მოდი დავაკვირდით. 84-ში. ორი მაგალითია მოცემული და პრინციპში საინტერესო მაგალითია. მოდი პირველი გავარჩიოთ და მერე დავფიქრდეთ მეორეზეც. ესე იგი, მოცემულია მოდულიანი ფუნქცია, აი ასეთი თემა
და უნდა ვიპოვოთ, ორი კითხვა ამოცებული აქ თვითონ, A კითხვა და B კითხვა. მოდი ჯერ A კითხვაში დავჩეთ ჩვენ. აი x-ი ეკუთვნის -3 -1 ამ შუალედში უნდა ვნახოთ მინიმალური რა იქნება ამ ფუნქციის მნიშვნელობა და რა იქნება მაქსიმალური. აი ეს მოდულიანი გამოსახულება რას აღწევს მინიმუმს, რას აღწევს მაქსიმუმს. ახლა როცა მოსწავლე ვერ შედის ამოცანის სიღრმეში, კვადრატულ ფუნქციაზეც გვხვდება დაახლოებით ასეთი და როდესაც მოსწავლე ვერ შედის აი ამ პირობის სიღრმეში, რჩება პრინციპში ერთადერთი გამოსავალი თვითონ აი ამ -3-სა და -1-ზე ამ სეგმენტის ბოლოებზე ამ შუალედის ბოლოებზე ნახოს ამ მონახსნები, ჩასვამდა მაგალითად, როცა x უდრის -3-ს, y რა გამოვიდოდა, -3 + 2-ის მოდული, ეგ იქნებოდა -1-ის მოდული, ანუ 1. მერე ჩასვამდა, როცა x უდრის -1-ს, შესაბამისად იქნებოდა -1 + 2, ანუ 1-ის მოდული და შეიძლება ჰქონებოდა, რომ მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობაც იყო 1. ან უცებ გამოფხიზლებული იყო და ორივე რო 1 მიიღო, ნუ მიხდებოდა, რომ აი ამ შუალედში ახლა ყველაფერი რო ჩასვა, ყოველთვის ერთი და იგივე პასუხი არ მიიღება და თუ სხვადასხვა პასუხებია, მინიმუმი თუ არის რაღაც, მაქსიმუმი სხვა რაღაც იქნება, ხო და ორივე ერთდროულად 1 როგორა. ნუ შესაძლოა მსგავსი დიალოგი საკუთარ თავთან გამართვის შემდეგ რაღაც ან ჩასმის, ინჯვით, რაღაც პასუხამდე მისული. ახლა მე რა მგონია რა იქნებოდა უკეთესი. მე ძალიან მომწონს, როდესაც გეომეტრიას, ასე ვთქვათ, ნახატებს აქტიურად ვთავთ ამოცნის პროცესში, რა მგონია ეს მხოლოდ ჩემი სიმპათიები იყოს, ალბათ ბევრს მსგავსი გემოვნება ექნება და მოდი ავაგოთ x + 2 მოდული აი ამ ფუნქციის გრაფიკი. ჩავაგოთ x + 2-ის გრაფიკი, ეგ არ არის რთული. შეგახსენეთ, რომ წრფივი ფუნქციის აგებისთვის ყველაზე რელევანტური შესაბამისი მოქმედებაა, თქვენ აგეთ და OX და OY ღერძებთან გადაკვეთის წერტილი იპოვოთ. ნუ y თუ 0 იქნებოდა, x-ი გამოვიდოდა -2, ვთქვათ, აგერ არის, თუ x იქნებოდა 0, y გამოვიდოდა 2 და აი ასე აიგებოდა აღნიშნული გრაფიკი, ამ ორი წერტილი თუ იპოვეთ, წრფის თავისთავად წრფე ნაპოვნია. კარგი. ახლა ვისარგებლებ გარდაქმნით, აი როდესაც ჩვენ f(x) ფუნქციის გრაფიკს ვაგებთ, მე ძალიან მარტივია მისი მოდულის აგება და როგორ ვიქცევით ვთქვები და ნახაზის, აი თქვათ, ასე არის, ხო? ნახაზის ქვედა ნაწილი ადის ზემოთ, ანუ ასე ავიდოდა ეს. ეგ ამას წაშლით და ასე აიტანდით სიმეტრიულად, OX ღერძის სიმეტრიულად ადის ნახაზის ქვედა ნაწილი ზემოთ. ჩვენ შემთხვევაში რა გამოვიდოდა ახლა ეგ? ანუ y უდრის x + 2 ფუნქციის გრაფიკი გარდაიქმნებოდა შემდეგ ნახატად. მოდი წითლად დავხატავ ამას. და ეს ქვედა ნაწილი ავიდოდა სიმეტრიულად ასე ზემოთ. ეს -2, ეს 2. ასეთი გრაფიკი იქნებოდა. ახლა მოდი დავუკვირდეთ კითხვას. რა სიტყვი? -3 ერთ შუალედში. მოდი ეს სად არის -3 ერთი შუალედი? -3 არის დაახლოებით აქ, ხო, თქვათ. ერთიანი არის დაახლოებით აქ. აი ამ შუალედში ჩვენ უნდა ვნახოთ, ახლა თანაზომადობა არ არის დაცული. ზუსტად მე ჩემ ნახაზზე კი არის, მაგრამ პირობა მაქვს ზუსტად გადაწერილი. -1-ზე უნდა ასე უნდა მომეწევნა ფუნქციის მნიშვნელობები და ფუნქციის მნიშვნელობები -3 ერთ სეგმენტზე რა არის მინიმალური და რა არის მაქსიმალური მნიშვნელობები. აი ამ სეგმენტზე აქ რა იქნებოდა ამ ფუნქციის მინიმალური და მაქსიმალური. ზოგადად თუ მივუდგებით, ძალიან გავს ეს პარაბოლის შემთხვევას, აი როდესაც პარაბოლას წვერო გააჩნია, ხო? მაგრამ უბრალოდ რადგან ჯერ არა გვაქვს ახსნილი ახლა, მოდი ამ ანალოგიას არ გამოვიყენებ და ხო ცხადია,
რომ მოდულის აი ასეთი ფუნქციის აგების შემთხვევაში ფაქტობრივად ჩვენ გვექნება ყოველთვის წვეტი, ხო? აი ასე წვერო გვექნება ჩვენ შემთხვევაში ხა რომელიც მიმართულია ქვემოთ და თუ ეს წვერო საძიებელ შუალედში აღმოჩნდა, ის იქნებოდა აუცილებლად მეგობრებო მინიმუმის მნიშვნელობა. თვალითაც ხო ცხადია, ამ სეგმენტზე ყველაზე ქვედა წერტილი, ანუ რომელსაც ყველაზე მცირე y-ი შეესაბამება, არის -2. შესაბამისად, მინიმუმს y მინიმუმს მიაღწევდა, როდესაც x უდრის -2-ს. y იქნებოდა 0. და მაქსიმუმს რა დროს მიაღწევდა? ახლა ამ შემთხვევაში -6-ს და -1-ს ფუნქციის მნიშვნელობა ერთი და იგივეა, მაგრამ ზოგადად თუ როდესაც წვერო აი ამ სეგმენტზეა, მაშინ რომელიმე ამ ორი წერტილიდან ექნებოდა მაქსიმალური მნიშვნელობა, რომელიც უფრო ასე ვთქვათ მოშორებული იქნება წვეროს, ანუ ორიანს. მაგრამ რადგანაც -3-იც და -1-იც -2-დან თანაბრად არიან დაშორებული, ხო? ორივე ერთი ნაბიჯით არის დაშორებული, ამიტომ ერთნაირად ექნებოდათ, ერთნაირი მნიშვნელობები ექნებოდა მათში ფუნქციას. არა მნიშვნელობა ახლა თქვენ -3-ზე დათვლით თუ -1-ზე, მაქსიმუმს მიაღწევდა, მოდი პირობითად არ ვთქვათ -1-ზე და y იქნებოდა 1-ის ტოლი. ხო, საკმაოდ ლამაზი ამოცანა გამოვიდა, ხო? წარმომეწონა, კარგი ამოცანაა. მოდი კიდევ გავიმეორებთ იგივე, ამდენ პრინციპში ბეკითხვას უპასუხოთ აქ. თან ნახაზის დახაზვა დიდად არ დაგვჭირდება. დიდად კი არა, ახალი ნახაზის დახაზვა არ დაგვჭირდება, იგივე ნახაზით ვისარგებლებთ. ახლა მოდი ბეკითხვის იდეა რაშია? ახლა გვეკითხებიან იმ შუალედზე ფუნქციის მაქსიმუმს და მინიმუმს, რომელშიც უკვე ეგ -2 არ ვარდება შიგნით. ნუ ცხადია, თუ წვერო შიგნით არ ვარდება, აი ესეთი სეგმენტი ავიღეთ, ასე. ცოტა ამაზე. აი აქედან აქამდე ითხოვენ -1 და 5-მდე და ისეთ სეგმენტს ითხოვენ ფუნქციის მინიმალურ და მაქსიმალურ მნიშვნელობას, რომელშიც წვერო არ ვარდება. თუ წვერო არ ვარდება, ხა წვეროს ჩავარდა რას გულისხმობდა მეგობრებო? იქ მონოტონურობის შუალედი არ იყო, ანუ მონოტონურობა რა არის, როდესაც ფუნქცია ერთფეროვანია, ხო? ან ზრდადია, ან კლებადია, ან მუდმივია, ერთი ხასიათი უნდა ქონდეს იმ შუალედში სულ არ უნდა იცვლიდეს და აი ამ შუალედში ახლა -3-დან 1-მდე წინა მაგალითში, ხო? ავარიანტში ფუნქცია ხასიათს იცვლიდა, კლებიდან ზრდაში გადადიოდა. მაგრამ აი ამ შემთხვევაში ახლა -1 და ეს რო გაგრძელებული იყო ასე აი 5-მდე ფუნქცია მონოტონურია. ნუ ჩვენ შემთხვევაში რა სულ ზრდადია. ამიტომ მინიმალური იქნებოდა -1-ში, მაქსიმალური იქნებოდა 5-ში. ანუ y მინიმალური იქნებოდა, როდესაც x უდრის -1-ს და y მაქსიმალური იქნებოდა, როდესაც x უდრის 5-ს. შესაბამისად ახლა მოდი დავთვალოთ -1 თუ ჩავსვამდით აქ y გამოდიოდა 1, თუ ჩავსვამდით 5, y გამოდიოდა 7. მოდი მაინც გადავამოწმოთ პასუხებში, ნახოთ. კი, სწორია ყველაფერი და გავაგრძელოთ, მოდი მაინც დავთვალოთ ახლა ჩვენ მეორე ამოცანაც ამოვხსნათ. ძალიან მომწონს ასეთი ამოცანები, ნუ საერთოდ გრაფიკის გარდაქმნა საინტერესო მომენტია, საკმაოდ მძიმე რუტინული სიტუაცია, თუ თქვენ სხვანაირად მიუდგებით საკითხს, შეიძლება საკმაოდ მარტივ ამოცანად იქცეს მსგავსი ცოდნით. მოდი ამის გრაფიკიც ავაგოთ ახლა პირდაპირ. ახლა რა ეტაპებს გავუშვით? ჯერ ავაგებდით y უდრის 3-2x-ის გრაფიკს. ანუ -2x + 3-ის გრაფიკს რა. თუ სტანდარტულად ჩავწერთ. და თავი ახლა ელემენტარული გამოთვლა შეგვეშალოს, ანუ x0-ს თუ ჩასვამ y არის 3. ხო, მოდი აგერ და y-ს თუ ჩავსვამთ, ნუ 1.5 გამოდის x. ანუ კლებადი ფუნქცია ასეთი გრაფიკი იქნებოდა. მე ავაგებდით y უდრის აი ამის მოდულს ასე 2x
აა ეს როგორ იქნებოდა? ის ხალხი გამოვიყენოთ, აიკეცებოდა ასე ხო არის და ასე აიკეცებოდა. ეს არის 3, ეგ არის 1.5. მერე გავაკეთებთ მეგობრებო ახალ გარდაქმნას. მოდით დავაბრუნებ ახალ ძველ ფერს და ანუ y უდრის მინუსზე გავამრავლებდი, მინუსზე გამრავლების დროს გრაფიკი ტრიალდება. ქვემოთ რაცა ასე თუ არის, ამოტრიალდება და ზემოთ რაცა ჩამოდის ქვემოთ და ქვემოთ რაცა ადის ზემოთ. ასეთი სიტუაცია იქნება. დავაბრუნოთ ძველი ფერი და ამოვატრიალოთ ჩვენს, ანუ როგორ იქნებოდა გრაფიკი. ანუ ეს როები ჩავიდოდა ქვემოთ, ხო, მოდი მწვანე ფერი გამოვიყენოთ ახლა, ასე ჩამოვიდოდა. ну, რა თქმა უნდა, აქ -3-ში ჩამოვიდოდა და ეს დარჩებოდა კლავდებურად 1.5. შეგიძლიათ გადაამოწმოთ სამიანი. ანუ 1.5 რომ ჩასვათ, ანუ უბრალოდ 0 რომ ჩასვათ x-ი -3-ს მიიღეთ, ხო? ქვემოთ -3-ში კვეთს. და ბოლოს 4-ის დამატება. კარგი ბატონო, 4-ის დამატებით 4 ერთეულით ზემოთ ავიდოდა, აჩუჩდებოდა, ხო? ანუ ნახეთ, ყველაფერი, ესე იგი y უდრის -3-ს -2x პლუს 4, აი ასე. და აი 4 ერთეულით ავიდოდა ყველაფერი ზემოთ. მათ შორის აი კვეთის წერტილიც ავიდოდა 4 ერთეულით ზემოთ. როცა ჩვენ მთლიანად ფუნქციას f(x) უმატებთ რაღაცას, ეს f(x) ფუნქციის საწყისი გრაფიკი აჩუჩდება ზემოთ 4 ერთეულით. მოდი ასე გავაკეთოთ. მოდი შეფრთხილდება. ასე იქნება. რა თქმა უნდა, ეს ისე 1.5-შია. წვეროს კოორდინატი იქნებოდა 4-ში, ასე. ეს მე გავაკეთებ და ეს იქნება 1-ში. შეგიძლიათ გადამოწმება, შეგიძლიათ x-ი ჩასვათ 0, x თუ 0-ს ჩასვათ, ხო? -3 + 4, ანუ 1 იქნებოდა y-თან კვეთა და შესაბამისად ფუნქციის მაქსიმალური მნიშვნელობა იქნებოდა თუ ეს 0-ია, თუ ეს 0-ია, 4 იქნებოდა. ასეთი გრაფიკი მივიღეთ. კარგი. ახლა აი ამ გრაფიკზე უნდა იმსჯელო 5-9 შუალედში რა მნიშვნელობები ექნებოდა. გამოდი აი აკითხვა. x ეკუთვნის 5-9 შუალედს. რა ხდება ამ დროს? დავაკვირდეთ ახლა ამ 5-9-ში თუ ვარდება ეს წვეროს კოორდინატები რა, ეს 1.5. არ ვარდება, ხო? ოქროები 5-9 აქეთ სადღაც 5 პირობითად, აქეთ არის 9 და ეს შუალედი ემთხვევა მოტონურობის შუალედს, ანუ ფუნქცია ლებადია, 5-ში აღწევს მაქსიმუმს, 9-ში მიაღწევდა მინიმუმს და შესაბამისად აი ამ შემთხვევაში y-ის მაქსიმალური მნიშვნელობა იქნებოდა, როდესაც x-ი უდრის 5-ს. მოდი ჩავსვათ 5x-ი, ანუ ეს იქნება -3 გამოკლებული 2-ჯერ 5 პლუს 4. რა გამოდის? -10, 3 - 10, 7, -7 + 4, -3. ანუ y-ის მინიმალური მნიშვნელობა, მეგობრებო, არის -3. ახლა ვნახოთ მაქსიმალური. რა იქნებოდა? ბოდიში მაქსიმალური არის ეს, ახლა ვნახოთ მინიმალური. რა იქნებოდა? y უდრის 9-ში მიაღწევდა, ეს იქნება -3 გამოკლებული 2-ჯერ 9 პლუს 4.
ორჯერ 9 18, 3 მინუს 18 მინუს 15, მინუს 15-ის მოდული 15, მაგრამ წინ ვის უნდა ხდება ისევ მინუს 15 პლუს 4 მინუს 11. კარგი. ეგ ამ შემთხვევაში გავარკვიეთ რა იქნებოდა მინიმალური და მაქსიმალური. მაგრამ რაც შეეხება B შემთხვევას უკვე შეხედეთ ოქროები როგორი სიტუაციაა. B შემთხვევაში რა სიტყვენ? ანუ x-ი ეკუთვნის 0-4 შუალედს, ხო? ასეთი რაღაც არის. ანუ 0-დან 4-მდე. აი ამ შუალედში უნდა გვინახა ჩვენ მინიმუმი და მაქსიმუმი. და ამ შუალედში მეგობრებო 1.5 ვარდება. შესაბამისად 1.5 იქნება ამ შუალედში მაქსიმალური მნიშვნელობის მატარებელი, ანუ y მაქსიმუმს მიაღწევს, როდესაც x-ი უდრის 1.5-ს და შესაბამისად y იქნებოდა, ანუ მარტივია ჩავსვათ და ნახავთ ახლა მეგობრებო აქ 4 და თუ მინიმუმი მინდა, მინიმუმი რომლისთვის იქნებოდა? ან იმისთვის 0-ისთვის ან 4-ისთვის და 1.5-დან რომელიც უფრო მოშორებულია, რაც უფრო შორდებით ჩვენ წეროს, უფრო ქვემოთ მოვდივართ, ხო? კლებადია ორივე მიმართულებით უпроსრად ერთ შემთხვევაში ზადია, მეორე შემთხვევაში კლებადი, მაგრამ რაც უფრო შორდებით ამ წეროს 1.5-ს, მით უფრო ქვემოთ ჩავდივართ და პასუხი იქნებოდა ან 4 უფრო შორსაა, ხო? 1.5-დან. ესე იგი x-ი უდრის 4-ისთვის ექნებოდა მინიმალური მნიშვნელობა და რა იქნებოდა ეგ? ანუ ეგ არის მაქსიმალური, ეგ არის მინიმუმი. და ეს იქნებოდა მინუს 3 მინუს 2-ჯერ 4 პლუს 4. 2-ჯერ 4 8, სამსამკლო მინუს 5, გადავით 5, მერე წინ მინუსი, მინუს 5 და პლუს 1, ანუ მინუს 1 იქნებოდა მინიმალური მნიშვნელობა ამ შემთხვევაში. კი, სწორედ გვაქვს ამოხსნილი. და მოდი ვნახოთ ცოტა დრო კიდევ გვაქვს. და მოდი დავაკვირდეთ აბა 95-ს. რა ხდება 85-ში? აქ მოცემულია აი ასეთი განტოლება, რომელიც რა თქმა უნდა ფუნქციათაც შეიძლება წარმოვიდგინოთ. და ამ განტოლების ამონახსნებს შორის უნდა ვიპოვოთ ისეთი, რომელიც შედგება ორი რიცხვისაგან, რომელთაგან ერთ-ერთი მეორეზე ორჯერ მეტია. ანუ აქ ორი ვარიანტი იქნება, ხო, ორი რიცხვისაგან შედგება ამონახსნი, ანუ x და y გულისხმობ ალბათ. ხო და ერთი მეორეზე ორჯერ მეტია, ან x იქნებოდა y-ზე ორჯერ მეტი, ან b შემთხვევა. y იქნებოდა x-ზე ორჯერ მეტი, ორივე განსახილველია, ხო? პირველ შემთხვევაში ჩავსვამთ x-ის მაგალითად 2y-ს, 2y დამატებული 3y გამოკლებული 20. ისა ნულს გავუტოლებთ, აქედან გამოდის რომ 5y უდრის 20, y უდრის 4-ს და შესაბამისად x იქნებოდა 8. მეორე შემთხვევაში უკვე y-ის მაგივრად ჩავსვამდით ჩვენ 2x და გვექნებოდა ჩავსვათ ახლა y-ის მაგივრად, ხო? x დამატებული 3-ჯერ 2x გამოკლებული 20 კარი 0. იქიდან გამოდის ესაა 7x, 7x უდრის 20 და x უდრის 20 მე-7-ს. და რადგანაც y ორჯერ მეტია, y იქნება 40 მე-7.
ესე მეორე პირობა ერთი რიცხვისა, რომელთაგან ერთი მეორეზე 2/11-ია, ანუ x პლუს 2-ს ჩავსვანით y-ის მაგივრად, ანუ y პლუს 2-ს ჩავსვანით x-ის მაგივრად და ნუ გავიდოდა ასე ბოლომდე. კარგი, აღარ გვინდა მეორე სამოცნა, როგორც საკმაოდ მარტივია. თუ ეს ორივე ამონახსნე აქ რაც გადავამოწმოთ მაინც კი ბატონო სწორია, 8 და 4 იყო ზემოთ. ამონახსნი ქვემოთ იქნებოდა შესაბამისად ასე პირდაპირ 20 მეშვიდედი 40 მეშვიდედი. კარგი 96-დან გავაგრძელებთ მომდევნო ვიდეოს ჩაწერას. დროებით.